სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე კონტროლს ამკაცრებს აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელები და ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები პესტიციდებისა და სასუქების იმპორტირებსა და სარეალიზაციო ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქსელში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 120 სახეობის პესტიციდისა და 58 აგროქიმიკატის ნიმუშის შესყიდვა და ლაბორატორიული კვლევა. სააგენტოს ინფორმაციით პროგრამა ქსელში არსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლს ითვალისწინებს და მისი მიზანია არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, გამოსაყენებლად უვარგისი ქიმიკატების რეალიზაციის აღკვეთა. რახან ჩვენი პროდუქცია უნდა გავიდეს ევროპის ბაზარზე, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა ჩავერთოთ იმ თამაშის წესები, რაც მოქმედებს ევროპაში. კერძოდ, სურსათ უნდა იყოს უსაფრთხო, პესტიციდებისაგან და სხვა ქიმიური ნივთიერებისაგან თავისუფალი. ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, იმდენად რამდენადაც მაღალხარისხიანი აგროქიმიკატები, პესტიციდები არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ კარგი მოსავალი. მიმდინარე წელს ამ მიზნებისათვის გამოყოფილი იყო 16,000 ლარი. დღესდღეობით ჩადარებული არის ნიმუშების შესყიდვა სამცხე-ჯავახეთის, გურის, სამეგრელოს, შიდა ქართლის რეგიონებში. აღებული არის 36 ნიმუში და გადაგზავნილია შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ძირითადი მიზანი ამ ღონისძიების არის ის, რომ აღიკვეთოს თუ ესეთი ფაქტები იქნება ვადაგასული, ფალსიფიცირებული, გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები